დილამშვიდობის შეგუგავი ჩემ პრესი გაჩვენოთ. არჩენს. მოკლედ დილამშვიდობის ეჩქება ძვირფასო გოგოებო აბა როგორ ხართ? ესე იგი ძალიან მოვიარეთ და ძალიან სულთან ვგრძნობ თავს, ანუ გულზე მატევს ის რომ ვლოგებს საერთოდ ვეღარ ვიღებ, მაგრამ 157 თუ არ მეშლება გოგო მყავს მარიოში ხო და შესაბამისად ძალიან ხშირია კიდევ სხვა საქმის კეთება და კიდევ სხვა საქმეც მაქვს ხო იცით და ამიტომ YouTube-ი ძალიან დამეჩაგრა მაგრამ მეცა იმას ვქნა და გეტყვით ანუ ნახეთ შესაძლოა მე არ ვაპირებ YouTube-ის მიტოვებას შეიძლება რომ რაღაცა პერიოდები მქონდეს როცა ნაკლებს გადავიღებ მაგრამ აუცილებლად გადავიღებ იმიტომ რომ არ ვაპირებ არ მინდა რომ მივატოვო ეს იმიტომ რომ ეს ძალიან მიყვარს და არის ძალიან ჩემი აქედან გამომდინარე ესეთი სიტუაცია ხოდა მოკლედ ესე რა ანუ როცა რაღაცები იცვლება იმდენად ხშირად ვეღარ ახერხებ ადამიანი რომ თან იცით რომ ხიაობის ამბავიც არის რომ მე ხო ყველაფერს ვაზიარებდი და მიყვარდა ძალიან მაგრამ ანუ როცა საქმეს იწყებს სადაც სხვა ბევრი ადამიანს არის ჩართული, ხა იმას ვერ გააზიარებ, ვერანაირად. იმიტომ რომ მარტო შენ აღარ გექცევი. მაგრამ ჩემი ცხოვრების დღიური რო არ მქონდეს, ეგ გარემო. ანუ ეს არის ჩემი ცხოვრების დღიური. და ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მომწონდა მინდა. ხო, ამიტომ ავეწყობ ისევ. აუ არა და რა კაი ყოლია ხამხას. Добре, чаусили. Ра, боничка. ადრე მარტო ან ყველა ის რაც ეთყოდა სადაც რა მოხდებოდა მარტო ჩემთან ქონდა ეს ხო და ეხლა სწავლობს რომ პასუხი დაუბრუნოს როცა ვიღაცისგან რამე არ მოიწონე
და ეგ ძალიან კარგია. მისთვის პირველ რიგში. და ჩემთვისაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე რა შუაში ვარ, ხო ვიღაცა რომ მე მაწყენი და შემშვილია რომ რა მე მაგის გამო. თვითონ რა სწორად მოგექცნენ, შენ თვითონ უნდა დაუბრუნო პასუხი. მაგრამ ამასობაში ის მოხდა, რომ ყველი რაღაცა გაიწვია და ის ასე ვასკვარ უნდა და აგეს ვეტყვი მოიტანოს ვინ არის ბონი ჯაშუდებისა ოკეი Okay. მივდივარ მაღაზიაში. ხალხნებო. როგორ ხართ, როგორ ბრძანდები? ჩემი თმა, რომ იზრდება. მე ხო ცოტათი გარედან ხუნდება და ფერს იცვლის. ამჩნევ სხვა ფერი როა ცოტა აი განსაკუთრებით აქეთ. აი ბოლოებში და რაღაც. ძალიან მოგდოს, არაფერი არა, საერთოდ არაფერი. შეღებილი ან რამე ვაფშე არ ჩემი თმა არის ბოლომდე. ჯერჯერობით არაფერს არ ვიღებავ, არაფერს არ ვიკეთებ. всё. დღეს უნდა დავიმარამ, აი მე რა კარგია გარეთ გამოსვლა. ჩემ გოგოს ვასწავლი და თქვენს მინდა რომ იცოდეთ ეს და გითხრათ ხოლმე რომ იმოძრავეთ გოგოებო რაც შეიძლება მეტი. რაც შეიძლება მეტი, აი მე მაგასაც მეზარებოდა ხოლმე მოძრაობა ამ ბოლოს დავაკვირდი და ბავშვებს სულ ბავშვებს ვაგზავნია და ახლა რომ ანუ რაც აიკვება ვარჯიში და ამ თემებში ვარ უფრო და უფრო მოვუმატე და ჩემს სასიაულოს მე დავდივარ, იმიტომ რომ კარგია ძალიან იმასაც ვაგზავნე, იმასაც იარო, მაგრამ მეც როცა შეიძლება რომ გავიდე, გავდივარ, ამიტომ ნახეთ როგორ ადგილს უნდა გავიარო. ამიტომ ყოველ ჯერზე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობა გქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემო გოგოშკებო, ჩემო ძვირფასებო, როგორ მოყავს ეს წვანე ბალახი, ნეტა იცოდეთ. აი სახლი ინგრევაშია ახლა. და იქით გადაიტანეს სანაგვეები, ხო აქ იყო ხოლმე და გაისვენა აქაურობა.
მაინც ახლა მოვიდო, მე ყველაფერი მეყიდა. სულ ესე არ ხარ მოროვანია. არა, შენო დადიხარ კი არა, მარტო რო ვიყავი. პომიდორი. აგიბე, გილო. ის 7 ის. იკლებს ნუ. ეს სალატა შევჭამო? კი. მე გავეცხავ შევჭამო. ხო. მარწყვი. აი მე მინდა. ცეკი აქციაში იყო. შევწავ დღეს არის. ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის. თვითონ კუდი შეგვხდება. ფილა. სნიკერსი აქციაში. ხო, 3 რა, რამდენადაა? 2.20, 2.30. და რა გის? 3.5. ეს თინუსი მარილ წყალში ჩემი სიყვარული. ეს პურები ახალი მოტანილი იყო. მეც კი არ გავიქცევ მაგას. ძალიან კაი პური, იმიტომ ორი იყიდა რო ვიცი. აუ, იმენა შოს თამცა. ესე იგი რა მინდოდა მე ხა გოგოებო. 3 იყიდეს სნიკერსი? ხო, ჩემთვის არის. შენ არ გიჭამია? არა. 20 მიყვარს. მიყვარს რამდენ შეიძლება. ერთი ვჭამე გუში. არის კიდე? დღეს არ მიჭამია. ახალი ხომ მოიდან ხო არის, ვა მიცის? მაგრამ არ ვიცი. მოკრეთ ხალხო, ეხლა რა უნდა მოუყვე? აი ძესთან რომ მივდიოდი, ის ქალი იქ მუშაობს კონსულტანტიც არის, მოლარეც არის, რა ვიცი, ყველაფერზე მუშაობს. კაი ქალია და ანუ ალაგებდა რაღაცებს რა, განყოფილებაში და გიშლიო ხელსო მკითხა. დავდექი და ველოდებოდი რა. მე ვთხარი არავის დაგელოდებით, არა პრობლემა მეთქი, ხო და გამოიწია, არაო მოდიო და მე რომ მოვდიოდი, ისაო ცოტა ხანი ვიქნები დავისვენებ მეთქი გავიხუმრეთან და ნეტა ყველა ვინმე მაინც ამბობდეს, რომ შენაირად ისეთ ყვირილს მორთავენ ხოლმეო, ისეთ ყვირილსო რა, რა ვიციო რა. მაგრამ მე ვთხარი არა მეთქი, მე მესმის თქვენი თქო, მეც მომსახურების სფეროში ვარ თქო და მადლობა გადამიხადა. ანუ იმდანად კარგი ხასიათზე დადგა ის ადამიანი და იმდანად კარგი ხასიათზე დავდგი მე, დავდგი. არ მომიტანი, ანდრია მოიტანს. მარტო მოვიტანე მე. იმდანად კარგი ხასიათზე დავდექი მე, აი რატომ უნდა დამიწყო წივილი, ყვირილი, ჩხუბი, ისიც სულ ხასიათზე უნდა დამდგარიყო მეც და ანდრი მოვა მარია. ორივენი დავჭი, კაი განწყობაზე. მე ესენი მომაქ უმძიმესი ხელი ჩამწყდა და ამბობს ხედავ ანდრია გზაზე გადადის ცოტა ზემოთ და ანდრია მკივა და ყველა მე მიყვარს და ფეხებზე მკიდია, ოღონდ მომეხმაროს ანდრია სულ ფეხებზე მკიდია, ყველა მე მიყვარს, დამინახა, მომბრუნდა, მომატაინა სახლამდე ესე წავიდა. პეპსის საყებას მიდიოდა. მაგრამ ეს თეატრები. თორნიკომ თქვა ეს ეზიზღება ყველას და მოდი ვიყიდო რომ 10 ლარი გადავიყარეთ ხალხო და ყარს ისეთი ვიცი თუმის უნია. აი ვერც გიგაბადავს კაცი გასი. არ გინდა იგო რა. აი ძირის უნია, აი დიდხანს რო გაწვია. კი, კაია. გესმისნი? არ მინდა რომ ისე ამბობ რომ თქოს გაგიკეტებია. აი ნუ გამიკეტებია. აბა რა ვიცი? რა ვიცი